პარლამენტის შენობაში de facto ხელისუფლება ან ძალაუფლების მქონე ადამიანი ამბობს, რომ მანწუხელიძე გარდაიცვალა ვიღაცის პიარისთვის. ეგრო გაიგე შენს ემოციებზე კომისიის ხომაზე ამას წინათ ქონდა საუბარი და იგივეს გავიმეორებ, იმიტომ რომ იგივე კითხვა იყო. როგორ არის ისეთ დავაკვირდი რა, ბევრჯერ მოусმინე. შევეცადე რომ ანალიზი გამეკეთებინა. მე არ მიმაჩნია რომ ქალბატონი რაღაც ისეთი სულელი ქალბატონია, რომ ეგ ესე უბრალოდ ადგა და თქვა. რა თქმა უნდა რაღაცას ემსახურება, ბევრი აზრი მომივიდა რომ იქნებ გვაჩვევენ. ისიც ვთქვი რომ დავუშვათ რამოდენიმე წლის წინ საერთოდ გმირების სახელით სპეკულირებასაც ვერ გაბედავდა ვერავინ, დღეს უკვე სახელებით სპეკულირებენ. ანუ თან ისეთი ადამიანები ვიღაცას აი უგუნურს რო ეთქვა, რაღაც თავის სარგო სიტყვას მივაწევდი, ან აზრს გამოხატავდი, მაგრამ ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე რომ ეს ქალი არ მგონია მე გაუნათლებელი ან ასე რომ თქვა არიცის რა საკეთებს და ჩავთვალე რომ სპეკულაცია იყო, ჩავთვალე ან ისეთი რაღაცა იყო, რასაც ესე მინდა ვიფიქრო, რომ ქართველი ქალი, რომელიც თავის აზრში ესე გადმოგვცემს ყოველ შემთხვევაში, რომ ქართულ საქმეს ემსახურება, ვიტოვებ იმის ადგილს, რომ ვიფიქრო, რომ იქნებ მე ვერ ხვდები, რას ემსახურება ისე თქვა. თუმცა მე არ მომწონს, რა თქმა უნდა. და არ მომწონს, როცა ამბობ იმას, რო გავიგე და მაქსიმალურად შევეცადე ანალიზი გამეკეთებინა, არ გაუბრაზებულ ვარ. და სწორად მინდა გადმოცე ეს ყველაფერი, რატო არ გაუბრაზებულ ვარ. შევადარებ, აი ჩემს ესა ცხოვრობ გამოსახვევში ესე რო ამოდიხარ, რა თქმა უნდა ხშირად ხვდება და ხშირად გზერ ხვდება უკვე საქართველოს და თბილისში განსაკუთრებით გიორგი ანწუხელიძე და ხო და გასაკვირიც არ იქნებოდა, ნუ ჩემს სახთან ამოსახვეს ეს დიდ კედელზე მრავლად ესე არის გიორგის სახელი და რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო. და ეს რამოდენიმე დღის წინ რო ამოუხვიე, ეს ხარაჩუები იყო და სავარაუდოდ ფასაც ღებავენ რა და რაღაცნაირად აი გული დამწყდა რომ ვეღარ შევხედავდი აქ რა რო ეწევა. მე ვიფიქრე რომ ანუ იქნებ რავი ადამიანს არ უნდა რო ეწეროს და მე მაგაზეს გაუბრაზი რას ხო და ორი ადამიანი ებრძვის და ის აზრი რომ დაუშვი რომ შეიძლება საერთოდ ქართველი არ არის თქო, მე ფეხი ჩამოვიარე და მართლა ანუ გაქირავებულია რაღაც ბიზნეს ეზოზე ესე რომ თქვა და ეს ადამიანები არ არიან ქართველები და უბრალოდ ცდილობენ ხო რომ ფასადი შეუცვალონ და მართლა ბევრ ადგილზე ესე სხვა რაღაცებიც ეწერა. და ანუ დაუშვი რომ რავი არ არის აუცილებელი ყველგან ეწეროს რა, ყველგან არ არის აუცილებელი სულ ეწეროს. ანუ ის მესიჯი შეიძლება ითქვა და წაიშა და მოკეთ გული არ დამწყდა ამ ყველაფერზე, ესე რომ არ გაუბრაზებულ ვარ. გული რა თქმა უნდა დამწყდა. მაგრამ არ გაუბრაზებულ ვარ. შენ ერიდები ხოლმე სოციალურ ქსელში აქტიურობას და მახსოვს რომ მაგ დღეს პოსტი მიუძღვენი ასე რომ ცოტა გაბრაზდი კიდე WhatsApp-ზე გეკითხა. ხო, ანუ იმიტომ რომ მაგას მანდაც მივიდეთ თუ გინდა. აი რომ მინდა რომ ხე დავაკავშირო რა, როგორც მაგ კედელზე დაწერდნენ თუ წაშლიდნენ დიდად არც გიორგის არ გაზრდიდა ჩემ თვალში, პირადად ჩემ თვალში. და დარწმუნებული ვარ გიორგი რომ რაღაც დეგლისის ქუჩაზე კედელზე დაწერეს ეგ ზოგადად ერს არაფერს არ მოუტანს ან მისი წაშლა აი ეგრე უყურებ მის ნათქვამს გააზრებულად თუ მიუდგებით. თუმცა რა მავნებლობა დევს მაგაში ეგ სხვა საქმეა და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ გონია ესეთი რაღაცა რა ანუ წეღან როგორც დავიწყე თავიდან რო ვთქვი რომ ვერ ბედავდნენ და ეხლა უკვე სახელებიც ანუ გიორგის ახსენებენ და გიორგის ოჯახის წევრებს ხო და ეხლა პირდაპირაც რო დავჯდეთ მე და ეგ ადამიანი და ვისაუბროთ პირველ რიგში იმ კითხვას დავსვამდი რომ თუ იცოდი რას ამბობდი მაშინ ისიც უნდა და არ გინდოდა ეს ყველაფერი მაშინ ორი აზრი ან მინიმუმ ორი აზრი რატო დარჩა შენს ნათქვამს ხო რომ იმიტომ რომ ადამიანები ხე დღეს ჩემ მეგობრებში ვამბობ ხო ანუ ხო რაღაცნაირად გავიყავით არ გავიყავით აზრი გაიყო და პოლარიზება მოხდა პირდაღებული სიტყვა მეგობრებში საუბრობდით და სანამ მე ვიტყოდი ჩემ აზრს და მაშინ სხვანაირად მქონდა აზრი ჩამოყალიბებული
ჩემო მეგობარმა დამასწრო და აი რა თქვა ეხა ცუდიო, ეხა ანუ სადმე რამე თქვაო, რომ შეურაცხყოფა მიაყენაო მაგ ადამიანსო და მე მეორეს მოусვინე უკვე ერთმანეთში და მე დავრჩი მესამე პირად ეს გვერდიდან უყურებს და ან აზრი გამოვიტანე რომ აი ეს აზრი რატო გაჩნდა მაშინ თუ სწორად იყო ნათქვამი ხო? ხო და მე არ ვარ პოლიტიკოსი, არც გიორგი ყოფილა პოლიტიკოსი, თუმცა მისი დანატოვარი ეს სიტყვა და სააქციელი და გმირობა პოლიტიკოსებსაც უყვართ რომ გამოიყენონ, კარგათაც, ცუდათაც და ჩვენ მით უმეტეს მე ჯარისკაც დანარჩენ ჯარისკაცებს გვაქვს ვალდებულება რომ სპეკულაციებს არ ავყვეთ. შეხედე ჩემ პოზიციასაც ბარემ აქვე დავაფიქსირებ მაგაზე. როგორი ამბავი არის გმირი, იმიტომ არის გმირი, რომ ის არის ჩემი რწმენით ხელშეუხებელი რა მან თავისი ცხოვრებით და თავისი აღსრულებით დაიმსახურა რომ იყოს ეროვნული გმირი. ამიტომ, როდესაც ერთი პარტიული ძალა ცდილობს რომ ამ გმირის სახელი გამოიყენოს მეორე პარტიული ძალის დისკრედიტაციისთვის, ეს არის კატეგორიულად და აბსოლუტურად მიუღებელი. განა იმიტომ რომ გიორგი ანწუხელიძის ამითი რამე დააკავდება, ვერაფერს ვერ დააკლებენ. უბრალოდ ეს არის რაზეც შენ თქვი, თავი ან რაც ეჭვი გამოთქვი, რომ რაღაცა მიზანმიმართული ნაბიჯებია იმისთვის, რომ კოლექტიურ მეხსიერებაში გაფერმფრთალდეს და მისი ქცევა რაღაცა მიეწეპოს რომელიღაცა პოლიტიკურ ფიგურას. ეს არის ამორალური და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არის მით უმეტეს, როდესაც შენ კომისიას რაღაცა ის ქვია კონკრეტული პოლიტიკური ძალის პერიოდის გამოძიება და ამასთან რო აწებებ ამ თემას. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, თორე ხა ვიღაცა პოლიტიკოსი, მეორე პოლიტიკოსი რო რაღაცა სიტყვის, ეგ მაგათი საქმე არის და მაგათი პარტიული გარჩევები არის და არანაირი ნოლი მნიშვნელობა აქვს მაგას რა, მაგრამ როდესაც ადამიანმა თავისი ქცევით, თავისი ცხოვრებით დაადასტურა, რომ ის არის ამ ქვეყნის ეროვნული გმირი, მისი სახელით სხვა პოლიტიკურ და პარტიულ ძალაზე შურისძიება აბსოლუტურად მიუღებელი და ამორალური საქმეა. მეც ეგ აზრი რჩება რატი, რომ ანუ პირველ რიგში ხშირად რაც მესმის ხოლმე რა ჩემთვის გულდა საწყვეტად ეს არის როდესაც არ უშოთ ვიღაც კონკრეტულ ადამიანს ერთ-ერთ ადამიანს და მის მართლობას დააბრალებენ ხოლმე რომ ეგ რო არა გიორგი ოჯახში უნდა ყოფილიყო რაც თქვა პრინციპში ხო არ ვიცი ნუ ეგ დამიტოვებია ადამიანებისთვის ყოველ შემთხვევაში არც გიორგის უფიქრია მაგაზე რომ დარწმუნებული რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანის გამო შვებოდა ამ ყველაფერს რავი თავის ქვეყნისთვის თქვა ის კონკრეტული ადამიანი ვინც გიორგიზე ეს თქვა რო ყოფილიყო სათავეში და გაეცა იგივე ბრძანება გიორგი ისევ ის გიორგი იქნებოდა იგივე საქციელით ხო ერთი ეგ არის და მეორე ზოგადად რომ აი ცდილობენ რომ აი გააფერმქთალონ და რაღაცა დაწიონ მე როგორ უყურებ, იცი, აი იმ პერიოდში როგორც თავიდან ვახსენე, ვერ ბედავდნენ რამის თქმას, და ეხლა უკვე ნელა შიშულდება ეს ყველაფერი და რაღაცნაირად უფრო ბედავენ. მე როგორც ქართველს, როგორც ჯარისკაცს, როგორც რავი, გიორგის მეგობარს, შვილის მამას, რომელიც ზრდი ქართულ ღირებულებებზე, ვცდილობ რომ დავაჯერო და ისტორიის მცოდნეს, რავი, რაღაც დონეზე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქემ დონეზე ხო ვიცი ჩემი ისტორია. მჯერა, რომ დღევანდელი რაღაც გეოპოლიტიკური და მხრიდან, იმიტომ რომ სოფიო გაგიჟდა და რაღაცა ჩვენ ალბათ ისე უნდა შეუბრუნდეთ ჩვენს მეზობლებს და იქნებ ჭკუაზე მოსულები არიან და ჩვენ ძმაკაცობა დაინახონ და მეგობრობა და ჩვენი ფასი ამ პოლიტიკით აზროვნებენ მგონია, იმიტომ რომ მე მაქვს რაღაც ნამუშევრები გაკეთებული აი რაღაც ჩვენ გეოპოლიტიკურ რაღაც შავი ზღვის აუზში მყოფ ქვეყნებზე მათ დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებაში, რუსეთის დამოკიდებულებას მათ მიმართებაში ძალების დემონსტრაცია და რაღაცნაირად ხა რუსეთი რო დომინანტი ძალაა და კეთილთვისებიანი რო იყოს რუსეთი რა ჯობია მასთან მეგობრობას და ეს ისტორია ცუდი მასთან გამოსლება რო არ ქონდეს და იცოდეს ჩვენ როგორ მოგვექცეს მაშინ მართლა რა ჯობია, ხო? თუ რო განვითარებული არის ის და თქიდა. ხო, და არის ის და არც არ ცოდნია და არც ეხა არ ჩანს პირი რომ აკეთებდეს და შესაბამისად ჩვენ ეხა მას ვერ მოვერგებით, არც ვერც ვერ მოვერგებულვართ. საქართველოში ყოველთვის იყო ფეხზე და იატაკქვეშეთშიც და რავი, დამამტყიდან ესე ვთქვა ტყეში დამალულებით, რომელიც ებრძოდნენ მათ მომხრეებს და თვითონ რუსეთს თუ
საბჭოთა კავშირს და